თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახაკუკავა პარტიის წევრ ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად კერძო იპოთეკარის მიერ დაზარალებულ ოჯახს ესტუმრა, როგორც ოჯახის დიასახლისი აცხადებს, მან 2 წლის წინ ხელშეკრულება იპოთეკართან $8,000-ზე გააფორმა, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის გამო თანხის პროცენტი გაიზარდა და საბოლოოდ ოჯახს ბინაში დასარჩენად $60,000-მდე უნდა გადაეხადათ. ეს თანხა კი მათ არ გააჩნიათ. ამჟამად 8-სულიანი ოჯახი ნაქირავე ბინაში ცხოვრობს და დახმარებას ითხოვს. ეს არის ერთ-ერთი იმ 80,000 გაუბედურებული ოჯახიდან ლიანა ბასარიას ოჯახი, რომელსაც ოჯახური ტრაგედიის გამო აიღო ეს კრედიტი. $8,000 ძირი ავიდა $60,000 დავალიანებამდე და დაახლოებით $100,000 ღირებული ბინიდან დღეს ის არის უკვე გამოსახლებული და ხედავთ ოჯახის ავეჯი, სადაც არის დაყრილი პირდაპირ კორპუსის დერეფანში. სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ ათეულ ათასობით ადამიანის სტანდარტული უბედურება. ადამიანი არის გარეთ, ეს ადამიანების დამსახურებული ხალხი და მიგვაჩნია რომ ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ მორატორიუმი გამოცხადება, მალე და ადამიანებს აღარ გამოყრიან და ამასაც ძალიან დიდი მადლობა პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობას. მიგვაჩნია რომ უნდა ვიბრძოლოთ გამოყრალი ადამიანების დაბინავებისათვის. მთელი ოჯახი, 9-სულიანი ოჯახი აღმოჩნდით ქუჩაში. ნაქირავებში ვარ, მაგრამ ამ ქირასაც როგორ ვიხდი და როგორ სულდგმულობ და როგორ ვარ, არ ვიცი რა ტრენდე მეხმარებიან. ახლა ვითხოვ, აი ხელისუფლებისგან იქნებ რა, რამენაირად დამეხმარონ, რომ ჩემი სახლის ნახევარი მაინც რომ როგორმე შევისყიდო.